ყველას მოგესალმებით, ეს არის MMA News-ი და მე ვარ აირონ ლაშა. დღეს ჩემ მეგობართან ერთად პროფესიონალური MMA-ის მებრძოლი გიორგი ტაბატაძე. ჩვენ განვიხილავთ საკითხს თოფურიების მომავალი, ალექსანდრ თოფურიას დებიუტი, ილია თოფურიას გადასვლა 70 კილოში. რიგში მოგესალმები, მოგესალმები, ლაშა, გამარჯობათ, მივესალმებით ჩვენს მაყურებლებს ყველას. საკმარისად გათვითცნობიერებული ვარ, UFC-ში ძალიან მიყვარს მებრძოლები და უყურებ ძალიან ასე გულმოდგინეთ, ვაკვირდები მებრძოლებს. ძალიან დიდ პირველ რიგში წარმატებებს უსურვებ და ისედაც წარმატებულები არიან ჩვენი ქართული მებრძოლები და ჩვენი მაგარი ბიჭები და კიდევ ერთი მინდა რომ რაც შეეხება ალექსანდრე თოფურიას კიდევ ერთხელ მიულოცოთ. ძალიან მაგარი დებიუტი ჩაატარა. ეს ძალიან მაგარია ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ქართველი ერისთვის და ზოგადად კიდევ ერთხელ გვასახელეს ბიჭებმა. კიდევ ერთხელ მიულოცა გულოცა. რაც შეეხება ბრძოლას, ბრძოლა პირდაპირ ეფირში უყურებდი თუ ჩანაწერი ნახე? არა, უყურე რა, სხვათა შორის ლაივში უყურე, ძალიან მაინტერესებდა ველოდებოდი. აი, უბრალოდ ამ ბრძოლაზე ვიტყვი, რომ იმის გამო რომ ორი მომენტი არის საინტერესო. ძირითადად იშვიათად ხდება, რომ ერთი გვარის წარმომადგენელი ორივე იყოს ძალიან წარმატებული, ხო, ესეთი მაგალითები ჩვენ გვაქვს და სულ რატომღაც ჩრდილავს ერთი მეორეს. და მეორე რაც ამას ეხება, ყველას ქონდა მოლოდინი, რომ ალექსანდრე აი რაღაც ფანტასტიკურად დაასრულებს ამ ბრძოლას და კიდევ ბევრმაც თქვა, რომ აი უბრალოდ მოიგო, მაგრამ ის ავიწყდებათ, რომ ეს არის UFC, ეს არის ყველაზე კონკურენტული დივიზიონი. ყველაზე მაღალი ორგანიზაციაა და ყველაზე ელიტური მებრძოლები ბრძოლობენ ლაშას, ვინც ჩართული ამაში და თვალსადევნებს და უყურებს ორგანიზაციების ჩხუბებს, ეს UFC ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო ორგანიზაციაა. საუკეთესო შეგვიძლია ვთქვა, რომ სოფლიოში საუკეთესო ნომერ პირველი. აქ ძალიან რთულია ამ დონეზე ამხელა ორგანიზაციაში იჩხუბო და ესეთი დონე აჩვენო რა. ეს გამარჯვებაც უკვე ძალიან დიდი მიღწევა. მიხსენდა რომ არაკონკურენტული ვერ იქნებოდა ბრძოლა, ყველა არის უმაღლესი დონის. ყველა არის უმაღლესი დონის მებრძოლები, მეც ესე ვფიქრობ და ძალიან მაღალი დონის მებრძოლები არიან. შენ რას ელოდებოდი ამ ბრძოლიდან და თუ დაგაკმაყოფილა შედეგმა, მოდი ესე გეტყვი. შედეგმა პირველ რიგში რაც თავარია მოგება რო იყო და ძალიან გამიხარდა და ამით მართლა დამაკმაყოფილა და ძალიან გამიხარდა და გახარებული ვარ, მაგრამ მაინც მე ვფიქრობდი რომ მეორე რაუნდის მერე ვფიქრობდი რომ მაინც ან სამბიშენი იქნებოდა ან ნოკაუტიც, იმიტომ რომ ძალიან ტექნიკური ბიჭია, ძალიან მაგარი მომზადება გაიარა, მე ვადევნებ თვალყურს და აი სუპლექსი გააკეთა და ძალიან ლამაზი გდება შეასრულა, ლაშა ძალიან ლამაზი გდება შეასრულა და აი მაგ მომენტმა მე პირადად ძალიან აღმოჩნდა. შენი აზრით რა მომავალი ელოდება, რადგანაც ეხლა ალბათ ორ-სამ ბრძოლაში შეძლებს რომ ტოპ 10-ში შევიდეს. შენი აზრით რამდენად შეუძლია რომ გახდეს ისევე წარმატებული როგორც მისი ძმა ილია? მე გეტყვი კი. ძირითადად სტილი რო შეხედავთ, ორივეს ერთნაირი სტილი აქვთ, არის მოძრაობას, გომის, პარტერშიც რაღაცა. მე ვფიქრობ, რომ ძალიან დიდი შანსები აქვს, რომ ძალიან მალე ტოპ 10-ში ვიხილოთ. და მე ვფიქრობ, რომ კიდევ ერთი ჩემპიონი ეყოლება. ეს მოლოდინი შენი აზრით კარგი არის თუ ცუდი, აი როდესაც აი მსგავსი შეგვიძლია გავიხსენოთ, აი როდესაც ემელიანიკოს ძმები ბრძოლობდნენ, როდესაც უფროსი, ნუ ამ შემთხვევაში უმცროსი ძმის შემთხვევაში ყველა ელოდება რომ რაღაც ნოკაუტებით მოიგებს, საბმიშნებით მოიგებს. ეს მოლოდინი ცოტათი ხო არ აწვება ალექსანდრეს თქო შენი აზრით? აი ეს რას ვფიქრობ, იცი? ამასთან დაკავშირებით თავარია ბრძოლა მოიგოს. მნიშვნელობა არ აქვს იმას გადაწყვეტილებით მოიგებს ნოკაუტით თუ საბმიშენით. მაგრამ მე ვფიქრობ, რომ აი ბრძოლა მაინც და დაზღვეული არაფრით არ ახლა ლაშა. შეიძლება ბრძოლაში ყველაფერი მოხდეს რა. ბევრი საუბრობს, რომ ალექსანდრემ თავის დროზე შეიძლება ხო ეს მართალი იყოს, მაგრამ ინფორმაცია შემოწმებული არ არის, უბრალოდ აი ვინც იცნობს, ამბობდნენ, რომ თავის დროზე თავისი კარიერა გადადო მეორე პლანზე იმისთვის, რომ დაეხმარებოდა ილიისთვის და მოემზადებია. ასეც იყო. და ანუ გამოდის, რომ როგორც მწვრთნელი, ძმა და მწვრთნელი არის ხო ილიასთვის. ამიტომ ჩემთვის ორჯერ უფრო საინტერესო არის, როგორი განვითარება იქნება. აქვს უმაგრესი ბაზა რესლინგის, აკეთებს საბმიშენებს, კრივის მაღალი ტექნიკა. საინტერესო იქნება. შენი აზრით თუ შეძლებს 1 წლის განმავლობაში, შენ როგორ ფიქრობ, ან 2 წლის განმავლობაში, რა დრო დაჭირდება იმისთვის, რომ მივიდეს საქამრე ბრძოლამდე? შენი აზრით? მე ვფიქრობ, ყველაზე ცოტა 1 წელი, წელიწადნახევარი მაინც დაგჭირდება, რომ ქამრამდე მივიდეს. იმიტომ რომ ჯერ ამდენი წონის კლება, ბევრი ჩხუბები ლაშა ეს ძალიან დიდ შრომას და ძალიან დიდ ნებისყოფას მოითხოვს და მე ვფიქრობ, რომ წელიწადნახევარი წელიწადი დაგჭირდება.
აი საინტერესო საკითხს შეეხეს წონის კლება და მინდა გადავიდე ილიაზე. სოციალურ ქსელებში საკმაოდ აქტიური არის ილია. უკვე ალბათ მრავალჯერ გამოიწვია ისლამ მახაჩევი. ილია ჩვენ როგორც გვახსოვს არის ჩემპიონი 66 კილო წონით კატეგორიაში, მახაჩევი არის 70-ში. კი ბატონო. ამისგან გამომდინარე, აი შენ რო გადავდოთ მეორე პლანზე ჩვენი პატრიოტული ამბიციები და თავისთავად ჩვენ გვინდა რომ ილიამ გაიმარჯვოს. რამდენად შესაძლებელი არის რომ გაბარიტებით, წონით, ფიზიკურად უფრო პატარა მებრძოლიმ შეძლოს ესეთი გადასვლა, წარმატებულად შეძლოს. კი, მე მოგახსენებ ამას და ჩემ პირად აზრს, მე როგორ ვფიქრობ. როგორც მებრძოლი, სრულყოფილი მებრძოლია და სოფლიომაც აღიარა, დაამტკიცა კიდევაც 66 კილოგრამ წონით კატეგორიაში, მაგრამ წონის შეცვლა და ზედაწონაში ასვლა ლაშა იქ სხვა გაბარიტების მებრძოლებს ხვდები რა. მახაჩევი პატარა არ არის, არც სიმაღლეში, არც 178 სანტიმეტრი ვფიქრობ, რომ ადვილი ბრძოლა არ იქნება ლაშა. იმიტომ რომ მახაჩევმა ძალიან ბევრჯერ დაამტკიცა რა. მართლა უძლიერესია და პლანეტის ერთ-ერთი საუკეთესო მებრძოლია. Pound of pound ნომერ 1 არის ყველა წონით კატეგორიაში დღესდღეობით UFC-ში. კი, ყველაზე რეიტინგული. და რამდენად რეალურია შენი აზრით? აინტერესებს UFC-ს ესეთი ბრძოლა? აი შენ როგორც მაყურებელს ესეთი ბრძოლა შენთვის საინტერესოა? ძალიან საინტერესოა ლაშა. აი ძალიან საინტერესო იქნება და მე ვფიქრობ, რომ ძალიან დიდი შანსები აქვს ილიასაც, იმიტომ რომ ილია ბევრ მხრივ განვითარებულია როგორც ხელებში, პარტერში დგომიდან, კარდიო კარგი აქვს. საკმაოდ ძალიან ისეთი ბრძოლებია, ბოლოს ვოლკანოვსკიცანაც დაამტკიცა. აი მოდი რომ შევადაროთ. აი ნახე 70-78 სანტიმეტრი არის ისლამ მახაჩევი, ხელების გაშლა 180 სანტიმეტრი, ანუ 3 სანტიმეტრით უფრო გრძელი. 170 სანტიმეტრი არის სიმაღლეში, მაგრამ 175 სანტიმეტრი ხელების გაშლა ილია თოფურიას. გაბარიტების რო შევადაროთ თავისთავად უპირატესობა აქვს მახაჩევს, რადგან მახაჩევის წონა შეიძლება მომზადების პროცესში იყოს 88 კილოც და 80 შეიძლება 90 სანტიმეტრი შესაძლებელი არის. შესაძლებელი, კი. არის ფიზიკურად ძლიერი. ჩვენ ვერ ვიტყვით რომ ილია არის სუსტი ფიზიკურად, მაგრამ უპირატესობას გამომდინარე გაბარიტების უპირატესობის ისლამს, ну არის ესეთი წესი რომ კარგი მძიმე მოკრივე მოუგებს კარგ სუბუქ მოკრივეს. ну ეგ ფაქტი არის. მძიმე კარგი მოჩხუბარი ყოველთვის პატარა კარგი მოჩხუბარს მოუგებს, იმიტომ რომ თავის ძალის, წონის ხარჯზე, თავის პარამეტრების ხარჯზე. ჩვენ მაინც დიდი იმედი გვაქვს და ასეც გსურს და ასეც გვინდა რომ ჩვენი ქართველი მებრძოლია და მაინც ილიას უბალეშიკოვთ, ყველანი სული და გული და ძალიან მაგარი ბიჭია და მაინც რომ ვფიქრობ მე გულის წიგნში რომ მე მახაჩევის მოგება შეუძლია. შეუძლია კი, მაგრამ აი უბრალოდ რომ შევადაროთ, ფიზიკურად შეიძლება იქნება დიდი სხვაობა. ვერ იტყვი რომ სუსტი, მაგრამ მახაჩევი უფრო ძლიერი იქნება. მე ვფიქრობ სხვაობა იქნება, ლაშა, რამდენი პროცენტი ზუსტად არ ვიცი, მაგრამ სხვაობა იქნება, იმიტომ რომ უპირატესობას ალბათ მახაჩევს მივცემენ, იმიტომ რომ ამ შემთხვევაში უპირატესობა მახაჩევს იმით ექნება, რომ უფრო დიდი ყველაფერი დიდია. კარგი, მეორე ასპექტი რესლინგი, ხო, რომ ავიღოთ ჭიდაობა დგომში. შენი აზრით როგორი რითი შეგვიძლია შევადაროთ და ვის ექნება უპირატესობა? თოფურიას და ისლამის შორის. ავიღოთ, დაცვა ძალიან კარგი აქვს სხვათა თოფურიას. პარტიაში ძალიან მაგრად გძნობს თავს, მაგრამ რომ მე ვფიქრობ, რომ პარამეტრების ხარჯზე, ტანის და გაბარიტების ხარჯზე მე ვფიქრობ, რომ გადაყვანას მოახერხებს მახაჩევი. შეძლებს რომ გადაიყვანოს? შეძლებს გადაიყვანოს, მაგრამ აი რამდენად გააკონტროლებს, მე ვფიქრობ, რომ ილია გაიქცევა ამას, ესე როდესაც ხვდება ორი კარგი მოჭიდავე, ბრძოლა მიმდინარეობს დგომში. კი ბატონო. იმიტომ რომ ორივე შეუძლია თავის დაცვა, ნაკლებად მოსალოდნელი არის, რომ საბმიშნით დასრულდეს. ამიტომ მესამე პარამეტრი, რომელთაც შეგვიძლია შევადაროთ, ეს არის სტრაიკინგის, ხელების და ფეხების ტექნიკა. როგორ შეაფასებდი და ვის მიცემდი უპირატესობას? შევაფასებდი მახაჩევს როგორც ერთ-ერთი საუკეთესო მებრძოლი და რაღაც, მაგრამ მე მაინც ილიას მივემხრობოდი ლაშა. ილიას მივცემდი ხელებში უპირატესობას. სიჩქარე ალბათ ილიას მხარეს იქნება. ილიას მხარეს ვარ ფიზტრაფეშიც და მოქნილობაში, მოძრაობაში, ან დარტყმების ტექნიკაში და სხვათა შორის კარდიოშიც. კარდიოში. ილიას ვემხრობი, კი. გეთანხმები მაგაშიც, რადგანაც ისლამს ჰქონდა ბოლო ორ ბრძოლაში საკმაოდ ფუნქციონალურად აჩვენა, რომ პრობლემები შეეჩერა. ჩვენ ვოლკანოვსკისთან მახაჩევი დაღლილი ვნახეთ პირველ ბრძოლაში. კი, ავსტრალიაში რომ ჩატარდა ბრძოლა ვნახეთ. იყო საუბარი რაღაც აკლიმატიზაციაზე და ესე შემდეგ, მაგრამ ფაქტი არის, რომ ვნახეთ დაღლილი. კი ბატონო. ასევე საინტერესო მომენტი არის ის, რომ ისლამს შეუძლია კარგად იჩხუბოს დგომში, მაგრამ არის საკმაოდ პრაგმატიკული მებრძოლი. თუ ხედავს საშიშროებას, აი როგორც
ბოლო ბრძოლა იყო ბრაზილიელთან, როდესაც არ ვიცი ეგ ფეხი მოუსრიალა თუ გაატარა დარტყმა, მაგრამ პირველივე დარტყმის შემდეგ ეგრევე შევიდა ფეხში, გადაიყვანა და საქმეშენით დაასრულა. რისკზე არ მიდის დიდად. რისკზე არ მიდის, ძალიან ჭკვიანი მებრძოლია და კი, ტაქტიკას თვლის საჭიროების და მიხედვით. ეს არაერთხელ დაამტკიცა ამ მებრძოლმა. შენი აზრით UFC მიცემს პირდაპირ ბრძოლას ისლამთან, ამიტომ რომ არის ორი ვარიანტზე საუბარი. ილია იწვევს ისლამს, მაგრამ არის საუბარი რომ ჯერ შეხვდება ოლივეირას და შემდეგ შესაძლებელი იქნება. შენ როგორ ფიქრობ? რატომღაც მე ვფიქრობ, რომ ჯერ ოლივეირასთან რო იჩხუბოს და დაამტკიცოს კიდევ ერთხელ, თან რომ აჩვენოს მართლა რომ ამ წონაში მართლა როგორი ნახატი ექნება ბრძოლა შენი აზრით ოლივეირასთან? აი მე ვფიქრობ, რომ ძალიან ლამაზი ბრძოლა იქნება, როგორც დგომიდან, ისე პარტერიდან. ოლივეირა ძალიან მაგრა გძნობს თავს პარტერში. კი, შავი კამარა. მაგრამ რატომღაც ვფიქრობ, რომ ეს ბრძოლა მაინც ილიას გამარჯვებით დასრულდება დგომიდან. დგომში, ანუ ნოკაუტი ტექნიკური ნოკაუტი. მე ვფიქრობ, რომ ნოკაუტი გაკეთდება. გამომდინარე აი კონკურენციის ცარუკიანიც არის ამ წონაში, რომელსაც ასევე აქვს ამბიციები, რომ კამარზე იჩხუბოს. შენი აზრით როგორ იქნება ლოგიკური რო დალაგდეს? ანუ ჩვენ გვყავს ცარუკიანი, რომელიც მოიხსნა ბოლო ბრძოლიდან, ზურგის ტრავმის გამო. არის მოქმედი ჩემპიონი ისლამი, რომელსაც ასევე აქვს ამბიცია, რომ წონით ზემოთ ავიდეს და არის საუბარი ორ წონით ზემოთაც რომ ავიდეს. ყავს ოლივეირა, რომელიც მზად არის ბრძოლისთვის და ამ დივიზიონშივე გვემატება ჩვენი ილია თოფურია. როგორ იქნებოდა სწორი შენი აზრით რომ დალაგდეს ეს დივიზიონი? ანუ 4 მებრძოლი ყავს, ხო, 3 მებრძოლი, 4 მებრძოლი, რომლის შორისაც უნდა გათამაშდეს კამარი. ილიას შემთხვევაში მე ვფიქრობ ოლივეირა ან ცარუკიანი ყველა ვარიანტში და მე მახაჩევი. ანუ 2-3 ბრძოლაში შეძლებს რომ მე ვფიქრობ 2 ბრძოლაში. 2 ბრძოლაში. ერთი ბრძოლა ჩაატაროს, რომ ნამდვილად დაიმკვიდროს ამ წონაში თავის ადგილი და მე უკვე სატიტულო ბრძოლა. პირდაპირ ისლამთანაც შეიძლება თუ ეს UFC ინება რა, სხვათა შორის. ძალიან ისეთი იქნება. ძალიან სანახაობრივი და თითქოს შემოიტანს როგორც ძალიან გაყიდვადი ბრძოლა იქნება, ძალიან და უკვე ძალიან ბევრი ხალხია უკვე ამაში ჩართული, ამაზე უკვე ძალიან ბევრი ხალხი ლაპარაკობს. რო ეს ბრძოლა მე ვფიქრობ რომ შედგება. მე ვხედავ რომ აქტიურობს ილია, ანუ ეს არის პოსტები, აი ცნობილი პოსტი რომ ქართული რესლინგი ჯობია დაგესტანის რესლინგს, ბევრჯერ წერს ისლამს რომ მზად არის რომ გათიშოს დგომში და დასაბნიშნოს, შეუძლია მის გაკეთება, მაგრამ რასაც უკვირდებით ისლამი დიდად არ ეხმაურება ამას. აი რო ავიღოთ ისლამის პოზიცია, ისლამისთვის რას მოიტანს ეს ბრძოლა? მე ვფიქრობ აი თანხის საკითხი ეგ არ მგონია რომ გადამწყვეტი არა ახლა ჰონორარზე უკვე დონის მებრძოლია რომ მაგას არ ვფიქრობ მაგრამ უბრალოდ ილიას ძალიან დიდ რაღაცას მოუტანს ისლამთან გამარჯვება როგორც არანაკლებ რეიტინგიანი მებრძოლია ჩვენი თოფურიას და ისლამიც არაერთხელ დაამტკიცებს აი კიდევ ერთხელ რომ პლანეტის უძლიერესი მებრძოლია ძალიან საინტერესო შეხვედრა იქნება ლაშა და მე ვფიქრობ რომ ძალიან ერთ-ერთი ყველაზე გაყიდვადი ბრძოლა იქნება. მეც ესე ვფიქრობ, შენი აზრით 5-ვე რაუნდი გაგრძელდება? მე ვფიქრობ, რომ ეს ბრძოლა 5 რაუნდს. როგორ პროგნოზს მიცემდი? აი შენი აზრით. ეხლა როგორ ვფიქრობ მე? მახაჩევი თოფურია? კი, აი 5 რაუნდი გვაქვს. როგორ მე ვფიქრობ, მესამე, მეოთხე და მეხუთე რაუნდი თოფურია. ანუ კარდიოს. იმიტომ რომ მე რაღაცა ისეთი ადგილები დავინახე მახაჩევთან რომ რაღაც მე მახაჩევი დაღლილი ვნახე და თოფურია ჯერ 5 რაუნდიან ბრძოლაში ეგეთი დაღლილი არასოდეს გვინახავს არავის. კი, მაგრამ აი როგორც არგუმენტი მასაც ვიტყვი რომ არც თუ ისე ბევრი ჩაუტარებია 5 რაუნდი, რადგანაც ნოკაუტით მოიგო, ხოლმე ნოკაუტით მოუგო, ოლკანოვსკის ნოკაუტით მოუგო. კი ბატონო. ჩვენ არ გვინახავს. ხო, ბევრი 5 რაუნდიანი ბრძოლა არ გვინახავს. სხვათა შორის, მაგრამ ასაკობრივათაც რო ავიღოთ და რაღაც, მე ვფიქრობ, რომ ახალგაზრდა მებრძოლია და უფრო დიდი შანსები აქვს. ისე ფენომენალური შესაძლებლობები გვაქვს აი ქართველებს, რადგანაც ჩვენ გვყავს ახლა მერაბ დვალიშვილი, გვყავს ილია თოფურია და გვემატა ალექსანდრ თოფურია. UFC გახდა ესეთი არენა, სადაც ეჯახება ორი კავკასიური გუნდი, ხო? ქართველების და დაგესტანის. საკმაოდ საინტერესო არის. შენი აზრით აი მინდა ნაწილობრივად შევეხო მერაბის თემასაც.
თავისთავად ვიცი რომ ადევნებ თვალს, მეგობრობ კიდევაც. მეგობრობ, ძალიან მაგარი ბიჭია, კიდევ ერთხელ მიულოცოთ. ძალიან მაგარი ბრძოლა ჩაატარა უმარ ნურმაგომედოვთან და კიდევ ერთხელ ულოცავთ და ძალიან გვიყვარს და ვამაყობთ ყველა მთელი ერი. კი, შენი აზრით რა პერსპექტივები ელოდება მერაბს? ვინ დაგვრჩა რომ ამ დივიზიონში? ვის უნდა მოვგოთ? მე აი პირდაპირ ვიტყვი და ჩესნათ ვიტყვი ეს სპორტულად რომ მერაბმა ყველასთან დაამტკიცა. ყველა ძლიერი მებრძოლი გაიარა. აი ყველასთან დაამტკიცა რომ მართლა ნომერ პირველი მებრძოლია UFC-ის ორგანიზაციაში. შენი აზრით აი მოსალოდნელ ბრძოლებში ეს ომელისთან რევანში შესაძლებელია, პიოტრიანთან რევანში შესაძლებელი არის. კი. უმართან რევანში ფიქრობ რომ წელიწადი მაინც არ ამგონია რომ მოხდეს, ხო? კი, მეც ესე ვფიქრობ. შენი აზრით ომელის შეუძლია რაიმე კონცეპტუალურად შეცვალოს იმ დონეზე რომ გაუწიოს რეალური კონკურენცია და რაღაც ახლო ბრძოლა მოგებაზე არ გვაქვს საუბარი, მაგრამ ახლო ბრძოლა მაინც გააკეთოს? პირველი ბრძოლა რაც ვიხილეთ დვალეშვილი ომალი სხვათა შორის ლაშა ძალიან მაგარი ტაქტიკით ეჩხუბა მერაბი. კი. მე ვფიქრობ რომ თავის ტაქტიკას დაიტოვებს, უფრო დახვეწავს და მე ვფიქრობ რომ უმალის შანსი არ ექნება მერაბისთან. ომელიზე რაც მომწონს, ყავს ძალიან ჭკვიანი გუნდი, რომელიც საკმაოდ კარგად ალაგებს სტრატეგიას, აკვირდება მებრძოლს, შეუძლია გეგმა კონდეს ცვლილებადი. აი ომელი მაჩვენა რომ მეხუთე რაუნდში წარმოადგენს საშიშროებას, ხო, საკმაოდ კარგი დარტყმებს აკეთებდა. მაგრამ ფიზიკურად ფიქრობ მაინც სხვადასხვა დონეზე არის. ძალიან უნივერსალური არის მერაბი ომელისთვის. ომელი არის აი როგორც ბიზნესზე რომ ვისაუბროთ, ძალიან საინტერესო UFC-ისთვის. ალბათ ამასაც ვიტყვი, უბრალოდ შენი აზრი მაინტერესებს. ჩემი აზრით, შეგვიძლია მებრძოლი შევაფასოთ ორი პარამეტრით. ეს არის სპორტული, რაც წარმოადგენს როგორც სპორტსმენი და როგორც ვარსკვლავი. ამ პარამეტრებით რომ შევაფასოთ, ბევრად უფრო საინტერესო არის ომელი UFC-ისთვის, რომ იყოს ჩემპიონი. პოდკასტებს იწერს, რაღაც ასწლო ვიდეოებს იწერს, აქტიურობს სოციალურ ქსელებში და არის ამერიკიდან, რაც მნიშვნელოვანი არის საკმაოდ. რაც ყველაზე მთავარია. კი, ესეთი შეგრძნებას დამჩა, აი მაგაზე მინდა ვისაუბრო, რომ რატომღაც მერაბის მოშორება უნდათ თქო. აი როგორ გითხრა, არის ესეთი მებრძოლები, რომლის ჩემპიონობა დიდად გულზე არ ეხატება UFC-ს თქო. აი ესეთი შეგრძნება რჩება. ავიღოთ ესეთი მებრძოლი, როგორც თავის დროზე ხაბიბი იყო. კი ბატონო. საკმაოდ დიდი ხანი არ აძლევდნენ სატიტულო ბრძოლას. ანკალაევის, კი და ბლახოვიჩთან მოგებული ბრძოლა ნიჩია მიწეს და არ მიწეს კამარი. და მერაბიზეც ეგეთი შეგრძნება რჩება. იმისგან გამომდინარე, რომ არ იყო აქტიური და ეს აქტიურობა დაიწყო ბოლოს და აი ჩვენი მეგობარი ვატო არის ჩართული ამ სოციალურ ქსელებში და ლაშა დინამიტი ასევე ცნობილი ჩვენი მეგობარი არის. მაგრამ მანამდე არ მოჩანდა. იყო უბრალოდ სპორტსმენი, რომელიც კარგად ბრძოლობდა. ხო ბატონო. ასე იყო ნამდვილად. და შენი აზრით, აი, როდესაც უმართან ბრძოლას შეთავაზეს, იყო ძალიან საინტერესო საუბარი იყო კორმიას და ჩელსონენის შორის, როდესაც თქვეს, რომ იანვარში ბრძოლა მერაბის არ უნდოდაო. გამომდინარე იმის, რომ ახალი გამარჯვებული იყო და ჩემპიონი იყო, უნდოდა დასვენება და ასევე ჰქონდა ფეხის ტრავმა, რაზეც UFC მიცოდა. კი ბატონო. მაგრამ UFC მაინც აიძულა და რომ მიეღო ბრძოლა უმართან იანვარში. თანაც რთული არის, რომ პიკზე გახვიდე ესე მცირე პერიოდში. მცირე პერიოდში თან ტრავმებით, ლაშა მოგეხსენება, ფეხზე პატარა ტრავმა არ ქონია მერაბის, საკმაოდ დიდი ოპერაცია გაიკეთა და ამას რეაბილიტაციები ჭირდება, იმიტომ რომ სრულფასოვნად ვერ ივარჩებ, როცა ოპერაციები ხარ და რაღაც. თან ძალიან მოკლე პერიოდში ფიქრობ, რომ რატო დათანხმდა ამის კითხვა, აი რა შენი აზრით, რატო დათანხმდა? მე მაინც ვფიქრობ, რომ სანამ ამ ბრძოლას აიღებდა სანამ თავის მეგობარი ალჯამან სტერლინგი ემზადებოდა და აქტიურად იყო მერაბით ჩართული. და მაინც ასე თუ ისე ფორმაში იყო რა და ვფიქრობ, რომ მაგიტო უფრო აიღო ბრძოლა, რომ კიდევ ერთხელ დაამტკიცა ხო ყველასთვის და თვითონ UFC-ს და თვითონ დანა ვაიტს დაუმტკიცა აი ამ საქციელით, რომ ეს გაუტეხალია, ეს მებრძოლია მართლა მანქანაა და კიდევ ერთხელ დაამტკიცა.
მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ცოტა პერიოდი რო ქონოდა, ბევრად უკეთეს ფორმაში იქნებოდა მერაბ. მეც ეგრე ვფიქრობ. მეც ვფიქრობ, რომ ძალიან მალე დათანხმდა ბრძოლას. დანიელ კორმიე თავის ინტერვიუში ამბობს, რომ ომელის ბრძოლის შემდეგ მეორე დღეს იყო სტუმრად მერაბისთან, როდესაც უკვე მერაბი ჩემპიონი გახდა და მოუწია ლოდინი 1 საათი, რადგანაც მერაბი იყო კროსზე გასული სარბენად. კი ბატონო. ანუ ამასთან დაკავშირებით მეც მაქვს რაღაცა პატარა ინფორმაცია, მეც მსმენია, კი. ხო და აი უბრალოდ კომენტარი რო გააკეთო ამის შენ მოიგე UFC-ს კამარი და მეორე დილით ვარნიშე. მეორე დღით კროსზე გარბი ხარ ეს, რა ვიცი. ამას ეს სპორტსმენები არ აკეთებენ. მე ვფიქრობ, რომ ისვენებენ თავისთავად. რაღაც განტვირთვას აკეთებენ და ჩვენი კარდიო მანქანა, ჩვენი მერაბი, ჩვენი ძმა და მეგობარი. ვაფშე სხვა პიროვნებაა და მართლა დაამტკიცა ამ კაცმა თავის აქციელი, თავის ბრძოლის უნარიანობით, ჟინით, თავის ქართველობით და ვაჟკაცობით რა, რომ ესეთია და ესეთ უნდა მივიღოთ. ანუ ჩემი შეხედულებითაც ახლა ხო ვერ ვიტყვით მერაბიზე რომ მაგარი ტექნიკა ხელის, რაღაც ძალიან მაგარი ტექნიკა, მაგრამ იმდენად ამ ყველაფერს ხასიათით აკეთებს. სიყვარულით. და სიყვარულით რომ მართლა შეუჩერებელი არის. კი ბატონო. გიორგი, რა მაინტერესებს? აი შენ როგორც ახლა მაღალი დონის პროფესიონალური MMA-ის მებრძოლი, წლის განმავლობაში აი პირადად შენზე მაქვს საუბარი, შენი აზრით და შენი გამოცდილებით პიკზე, ფორმის პიკზე რამდენჯერ შეგიძლია რომ ახვიდე? ან რომ საჩხუბრად. კი ბატონო. მე პირადად გეტყვი რომ დაისვენე. მე ვფიქრობ რომ წელიწადში 2-3 ბრძოლა. 2-3 დიდი ბრძოლა. დიდი ბრძოლა. დიდი ბრძოლას გულისხმობ, კი ბატონო. იმიტომ რომ ძალიან დიდ შრომას მოითხოვს და დიდი ბრძოლისთვის რომ ემზადები, ყველაზე ცოტა 3-4 თვე გჭირდება, რომ ზბორი გაიარო, რაღაცა არ დაგაკლდეს. რაღაცა მაინც ყველაფერთ არ უახლო იყო ჭიდაობასთან, კრივთან, პარტერთან, ნუ კარდიოსთან. ანუ ერთი მომზადება 3-4 თვე გჭირდება. მე ვფიქრობ, ჭირდება 3-4 თვე. ამისგან გამომდინარე და ასაკისგან გამომდინარე მერაბის. შენი აზრით რამდენი ბრძოლას ჩაატარებს კიდე UFC-ში? მე ვფიქრობ, რომ კამარს კიდე დავიცავთ 3-ჯერ 4-ჯერ. 3-ჯერ 4-ჯერ. კი ვფიქრობ. ძალიან საინტერესოა. არავინ არ მოიაზრება ისეთი, რომ ვინმე გაგვაჩეროს, ხელი შეგუშალოს ან ნუ პატარა დაბრკოლებები შეიძლება შეგხვდეს, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ამას გავივლით მარტივად. ასევე ძალიან მომწონს ის გაგება, რომელთაც მერაბი უდგება და რატომ ვამბობ, შენი აზრით ახლა წონით კატეგორიაში ზემოთ რომ ავიდეს, თუ თვითონ არ გადაწყვეტს ამას, რომ რაღაცა 2 წონაში დამტკიცება უნდა კაცს, რომ 2 წონის ჩემპიონი გახდეს, მე ვფიქრობ არ უნდა ავიდეს, იმიტომ რომ ეს ძალიან კომფორტული წონაა მერაბი. ან ხო შეიძლება ესე მოხდეს, რომ თოფურია გადავიდეს წონით ზემოთ და ავიდეს მერაბი, მაგრამ მაშინ ალექსანდრესთან კი ბატონო, მაგრამ მე მაქვს მოსმენილი ასეთი ინფორმაცია, თვითონ მერაბი ამბობდა თუ ალექსანდრეს ატიტულო ბრძოლამდე მივა, მე დიდი სიამოვნებით დაუთმობ ჩემ ქართველ მებრძოლს. აი ძალიან მომწონს ის გაგება, რომელსაც მერაბი უდგება, აი ავიღოთ მისი მართლა პატრიოტი კაცია. არა მარტო ქართველი, სამიმუშო და სამაგალითო სპორტსმენია. ასევე ნახულობდი ინგლისურენოვან ინტერნეტს, ძალიან ბევრი ფანატი გაუჩნდა მერაბის, რუსულენოვან ინტერნეტს, რაც გასაკვირია ეს, რადგანაც საკმაოდ კრიტიკული არის მერაბი, მაგრამ ამის მიუხედავად, აი უბრალოდ საინტერესო ფაქტს ვიტყვი, რომ რუსულენოვანი YouTube, რომელიც თავისთავად ბალილშიკობდა თავის დროზე მერაბს და პიოტր იანს ბალილშიკობდა, რადგანაც რუსეთის წარმომადგენლები არიან, ამ ბოლო ბრძოლაში, როდესაც მერაბიმ გაიმარჯვა, იყვნენ მერაბის მხარეს. არ ვიცი რატომ მოხდა ეგ, მაგრამ იმ დონეზე მოეწონათ მერაბი. ამასთან დაკავშირებით მე სრული ინფორმაცია არ მაქვს, მაგრამ მე ძალიან მიხარია ეს და ძალიან მახარებს ეს ფაქტი. ძალიან საინტერესო ფაქტია, როდესაც ქვემოთ აი კომენტარებს ვკითხულობდი, რომ მალადეც მერაბისო, არ ვიცი რა რასთან არის დაკავშირებული, უბრალოდ აი მოწონთ მერაბი როგორც პიროვნება. ძალიან გამიხარდა თუ ესეთი ფაქტი მოხდა, კი. ძალიან სასახარულოა. ჩვენ დღეს განვიხილეთ ძმები თოფურიების მომავალი UFC-ში, ასევე მოსალოდნელი ბრძოლები მერაბი დვალიშვილის, მე და გიორგი ტაბათაძე. მადლობა გიო. დიდი მადლობა ლაშაში. და კიდე გელოდებით შემდეგ პოდკასტში. უსურვოთ წარმატებები ჩვენ ქართულ მებრძოლებს, არა მარტო UFC-ის ორგანიზაციას, ყველა ჩვენ ქართულ მებრძოლებს და სპორტსმენებს, ყველას ძალიან დიდი წარმატებები და რა ვიცი. მადლობა კიდევ ერთხელ. ასევე გისურვებთ წარმატებებს შენ პროფესიონალურ კარიერაში. მადლობა.